ის მდგომარეობა რაც იყო შარშან და ის მოულოდნელი ტალღა სამართლიანო ხელისუფლებისთვის, რომელიც ახლა კიდევ ხელისუფლებაშია, ისინი არ იყვნენ მზად და სავარაუდოდ შეისყიდეს და სასწრაფოდ მოახდინეს იმის ჩამოტანა და ორგანიზება იმ კონკრეტული ძველი ან გამოუყენებადი სხვა ქვეყნებისთვის ქიმიური ნივთიერების, რომელიც იქნა გამოყენებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ და კონკრეტულად კიდე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის. ასე რომ ეს შეშინებული და სამართლიანო ხელისუფლება ყოველთვის ყველაფერს იკადრებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ხელისუფლება. კი ბატონო, ბატონო გიგი, მთავარი საკითხი, რაზეც მინდოდა დღევანდელ ჩართვაში თქვენთან საუბარი, ეს არის უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია. რუსეთის ფედერაციის შეერაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია. ამ ტექსტში ნახსენები იყო აფრიკა, მაგრამ რუკა, რომელიც იყო დატანილი, აქ იყო მონიშნული საქართველო. თუ შეგიძლიათ, რომ რაიმე დამატებითი დეტალები გითხრათ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაზე შეიძლება იყოს საუბარი ოკუპირებულ რეგიონებზე, ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და რას ნიშნავს თუ კი ეს ინფორმაცია მართლაც ასია? სავარაუდოდ მართლაც ასია, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ტყუილად არ გამოდებდა ინფორმაციას, რა თქმა უნდა ის მანამ გამოდებს ყოველთვის აკეთებს ამის ანალიზს, რა მოყვება ამ კონკრეტულ მესიჯს და ამ შემთხვევაში კონკრეტულ პარამეტრს, რომელიც იქ იყო ნახსენები. ესე იგი, არა მარტო აფრიკა მოხსენებული, კარი მოხსენებული, ძირითადად ის ბრძოლის ველი და ის ზოლი, რომელიც გარშემოაკრავს უკრაინას და სადაც მიდის საბრძოლო მოქმედებები. ეს არის დახურული ტიპის კავშირი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კეთდება იმისათვის, რომ გაიცეს პირდაპირი ბრძანებები. ამ შემთხვევაში აქ არის რამოდენიმე ვარიანტი, აქ არის ძირითადი მართვის შტაბები, სათადარიგო მართვის შტაბები აღნიშნული და რა თქმა უნდა არის აღნიშნული მეწინავე მართვის პუნქტები, რომელიც მაგალითად არიან გასულები ქვეყნიდან და კონკრეტულ დავალებისთვის აქვთ ეს მეწინავე მართვის პუნქტი გაკეთებული. ესე იგი, ეს მეწინავე მართვის პუნქტს გროვდება კონკრეტული ინფორმაცია, ის შემდეგ ხარისხდება და ხდება მისი ეძევა შრიფტი და მე როის არ მოხდეს მისი დეციფრაცია და იგზავნება ძირითად მართვის პუნქტში. ესე იგი, მან სამწუხაროდ საქართველოშიც არის აღმოჩენილი კონკრეტულად კიდე თბილისშია? თბილისში არის დატანილი ეს ხა გეოგრაფიულად თბილისია მიქცეული. სამწუხაროდ მან არ ვიცი რატო არ მოხდა მაგალითად გვიმრის ბაზა ან რომელიმე საზღვაო პუნქტი, რომელიც სამწუხაროდ კიდევ არის სასონხეთში ჩვენ მოძმე ქვეყანაში განლაგებული. ის მოხდა თბილისში, ეს არის არა მაშინ უნდა ყოფილიყო 2 წერტილი. ხა რაზეც შეიძლება რომ თქვენ წამოწიეთ თემა და ვისაუბროთ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის 1 წერტილი, ის რომელიც არის თბილისში აღნიშნული. მე ერთი რაც ვიცი, რომ მათ კონკრეტულად კიდე სულს აქ პირადი კონტაქტები FSB-სთან, ეს უკვე რამოდენიმეჯერ მე გავაკეთე განცხადება. პირველი იყო დაახლოებით 1 წლის წინ, როცა მათ გადასცეს ყველა ჩვენი სამხედრო დაზვერვის აგენტურის სიები და 10 წელი ადამიანები იჯდნენ ციხეში. ეს მე განაცხადე 1 წლის უკან და ეხლა კიდე აქვთ ძალიან მყარი ურთიერთობა სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე და
რა თქმა უნდა აეროპორტში რომ არ მოხდეს ეგრეთ წოდებული უკრაინის სამხედროების ან უკრაინის რაიმე თვითის გატანა საქართველოს გავლით და ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ისინი ძალიან კარგად ხელშეკრულებას აქვს მე მგონი დადებული და მუშაობენ და ცვლიან ინფორმაციას და სამწუხარო არის ეს ფაქტი რომ ამ კონკრეტულ ინფორმაციას დაემატა ის რაც სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტმა გამოდო რომ არის მეცინავე მართვის პუნქტი სადაც არის გამოყენებული ეს კონკრეტული სპეციალური კავშირგაბმულობა რომელიც მოიცავს შიფრაციას კონკრეტული ინფორმაციის ბატონო გიგი, ეს მართვის პუნქტის არსებობა თბილისში, რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ძალიან მძიმე ამბავი. ეს საჭიროებს, ეს მართვის პუნქტი საჭიროებს, რომ კონკრეტულად ამ ლოკაციაზე იყვნენ კონკრეტული პირები, თუ შეგვიძლია ცოტა კონკრეტიკაში შევიდეთ, როგორ მუშაობს საერთოდ ეს მართვის პუნქტები, ანუ კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტულ ლოკაციაზე და აქედან მართავენ ამ ქსელს. ესე იგი საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც კრიბავს ინფორმაციას საქართველოში ან არსებულ სიტუაციაზე, ან და სასაზღვრო ესე იგი სიტუაციაზე საქართველოში, ან და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შეიძლება იყოს კიდე რაღაცა განსაკუთრებული დავალებები და შემდეგ ამ ინფორმაციას გადაცემს ძირითად მართვის ცენტრს, რომელიც შეიძლება იყოს როსტოვში, შეიძლება იყოს პირდაპირ მოსკოვში, ან კონკრეტულ მართვის ცენტრში, ეს მართვის ცენტრი შეიძლება იყოს FSB-ს პატარა წინასწარი მართვის ცენტრი, ან მოწინავე მართვის ცენტრი, როგორც შეიძლება ამას დაერქვას, გააჩნია რა რაოდენობის ადამიანი იმყოფებოდა, ამ ადამიანების მიერ მოპოვებული ინფორმაცია იგზავნება კონკრეტული გზავნილით, ანუ ფიზიკურად არა. ეს უფრო არის ციფრული გადაცემა ინფორმაციის კონკრეტულად ძირითად მართვის ცენტრზე, სადაც ესე იგი მოახერხა და შეაღწია დაზვერვის დეპარტამენტის კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, ამ ციფრული მიმართულებით, ანუ აქ შეიძლება იყოს ის გარკვეულ ჯგუფი ხაკერთა ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, რომელმაც შეაღწია და მოიძია კონკრეტული, ესე იგი, მისამართები, საიდან რა და როგორი ინფორმაცია გადიოდა. აჰა, კი ბატონო, ხო, გასაგებია და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი, რა ტიპის პასუხისმგებლობას აყენებს ეს კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების, ზოგადად როგორ კვალიფიცირდება ეს მოქმედება, თუ კი ხელშეწყობა დასტურდება საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან და რა ტიპის პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს აქ საუბარი მაშინ? იურისტები ალბათ უფრო მეტ სიტყვიან ამაზე, და მე ამას ამ კონკრეტულ შემთხვევამდე ვიძახდი, რომ ქართული ხელისუფლება, კონკრეტულად კიდე ოლიგარქი არის რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ, ასრულებს ყველაფერს იმას, რაც სადია FSB-ს და რუსეთის ხელისუფლებას. აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს გადაფორმება ოფიციალურად მოხდეს უახლოეს პერიოდში, რასაც ამას ასრულებს ბოლო 12-13 წელი. ხო, და აქ საქართველოში ხალხს ყვებავენ პროპაგანდით, რომ მშვიდობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს სურს, თურმე, როგორც ჩანს, პუტინთან ერთად მისი მშვიდობა სურს და აი ეს ყველაფერი, რაზეც ახლა თუნდაც ჩვენ ვსაუბრობთ, არის უმძიმესი ფაქტი, პრაქტიკულად უკრაინის წინააღმდეგ ღიად მოქმედება რუსეთის სასარგებლოდ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სასარგებლოდ მაგალითად იგივე ტვირთებთან დაკავშირებით თუ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით არაერთხელ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების სანქციების მიზეზი ესეც არის, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია სწორედ რუსული გავლენების გაძლიერების გამო, ხო, საქართველოში და ესეც ალბათ კიდევ ერთი დასტურია და ძალიან მტკივნეული და მძიმე თემა ალბათ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც
ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდას არ ექვემდებარება. კი ბატონო. ბატონო გიგი, ძალიან დიდი მადლობა.